პატარა ვიყავი, როდესაც გამოვიდა კუკარაჩა. და მთაწმინდაზე ვცხოვრობდა ამ კუკარაჩაში ნოდარ დონბასის ნაწარმოების მიხედვით თემურ ჩხეიძის არაჩვეულებრივი კასტინგით ძალიან ძლიერი ხელოვანები მუშაობდნენ მაგ პერიოდში ყველა ერთად და ეს იყო ძალიან დიდი სკოლა. უყურე ხო ბავშვი ვარ ამდენს ვერ ხვდები და ხედავ რომ ქალი ინგა ასხავს სახეში შამპანიურს მამაჩემს და მამაჩემი ამისგან ისე მე მახსოვს ერთი თვის განმავლობაში ვიყავ ტრანვირებული და ვტიროდი რომ როგორ მამაჩემს ვინ გაუბედა და მიასხა ეს შამპანიურის სახეში რომ ესეთი ამ მდგომარეობაში ჩააგდო და მიხსნიდან ეს ფილმია და ეს ყველაფერი, მაგრამ მე ჩემზე ძალიან იმოქმედა და ეს იყო მურტალოს პერიოდი, კიდე ცალკე პერიოდი იყო, იმიტომ რომ მაშინ იყო ზუსტად აი ცოტა ეს გაგებები რაც ამ მურტალოშია და მახსოვს სოხუმში ვისვენებდი, ძალიან პატარები ვიყავით ბავშვები, ჩემი დაჯერ არც იყო გაჩენილი მაშინ და არა ჩემი და ძალიან პატარა იყო და მამაჩემი შემთხვევით დაიჭირეს იმაში სოხუმში, რატო? რომ საბჭოთა პოლიცია ვიღაცას ეძებდა და აღმოაჩინდა დაიჭირეს თემური, იმიტომ რომ ეს კრიმინალური ტიპი იფიქრეს რომ ეს არის ეს კრიმინალი, რომელსაც ჩვენ ვეძებდით და მე აღმოჩნდა რომ პოლიციამ ეს კაცო ესო მუტალუაო და შენ ვის ეძებდი. ანუ ისეთი რეალობა, ესეც კინემატოგრაფიული სიგიჟეები და ამაში სუხდებოდა ეს კაცი, იმიტომ რომ დაიჭირეს, იმიტომ რომ მართალი კრიმინალი ეგონათ. აი ეს შეეშალა. და ის სულ ამ თავგადასავლებში ვიყავით ხოლმე და მუტალო იყო მაშინ, საგიჟეთი იყო, მაგრამ მამაჩემი რომ მოდიოდა რაღაცა ეს მუტალოს თემა, მივხვდი რომ რაღაც სასწაული ხდებოდა ამ კაცის გარშემო. მე ვერ ხვდებოდი პატარა ვიყავი რა ხდებოდა. მაგრამ აი ის დიდი სამყარო, რასაც ეს კაცი გვაწვდიდა გარშემო, გადაღებები, ეს რაღაცა მთელ ქვეყნის მასშტაბით გთავაზობდა სივრცეს, ოთახს, სახლს და ურთიერთობებს ცილდებოდა რა. ამიტომ ეს იყო ჩვენთვის დიდი სამყარო, რომელსაც დავყვებოდით ფაქტიურად და ამ კაცის ცხოვრება ჩვენთვის იყო ესეთი დიდი კინო, სადაც თვითონ მონაწილეობას გვაღებინებდა.